ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების ფონდის სამუშაო შეხვედრა 8 სესიად ჩატარდა. 7 ძირითადი სესიიდან თითოეულზე კურორტებიდან აბასთუმანი, ბორჯომი, გრიგოლეთი, თბილისი, ნუნისი, საირმე, წყალტუბო თითო წარდგება. ერთ სესიაზე კი ექსკურსია მოიწყობა. სესიების შემდეგ წესის მიხედვით დაიგეგმა და პარემ მე-15 შეკითხვის კონტექსტში დავამუშავოთ ახლა ეს პირობები. სესიების ამშაბათს დაიწყო, 4 დღე გაგრძელდა, გასაგებია, დილას აღამო გვაქვს. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის შემდეგ სესიაზე წარდგა. დავაკვირდეთ, აბა სად არ გვაქვს ბორჯომი აბასთუმნის უშუალოდ მომდევნო პოზიციაზე. ნახე, აბასთუმანი, ბორჯომი, აბასთუმანი, ბორჯომი, აი აქ ბორჯომი, აბასთუმანი დარღვეულია. აბასთუმნის შემდეგ სესიაზე ექსკურსია მოეწყო. აქაც ბორჯომი, აბასთუმანი, ბორჯომი, ხო, ჯერ აბასთუმანი, მერე ბორჯომი სრულდება. შემდეგ ნუნისი ოთხშაბათს დილითო, ყველა ამ განლაგების დროს ნუნისი ოთხშაბათს დილით გვაქვს შემოთავაზებული, ამიტომ ამ პასუხთან, ამ პირობასთან პრობლემა არ გვაქვს, არც ერთი პასუხი არ გამოირიცხება. არც გრიგოლეთი და არც თბილისი არ უნდა იყოს დილის სესიაზე, ანუ პირველ ხაზში ჩვენ გრიგოლეთი ან თბილისი არ უნდა დავინახოთ. გრიგოლეთი ან თბილისი, ნახე, აქ გრიგოლეთია, გამოვრიცხოთ. და გრიგოლეთი ან თბილისი არ უნდა იყოს პირველ ხაზში, ოკეი, აქ არ გვაქვს. წყალტუბო უფრო გვიან წარდგება ვიდრე ბორჯომი. ანუ ბორჯომის შემდეგ უნდა იყოს წყალტუბო. აქ ეს სრულდება. ბ-პასუხში წყალტუბო ბორჯომამდეა და დარღვევა. ხოლო ე-პასუხში ბორჯომის შემდეგ არის წყალტუბო და სრულდება. თუ ნუნისი საირმეზე ადრე წარდგება, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა წარდგეს. ხო, ჩვენ ახლა ორი სავარაუდო პასუხი დაგვჭა A და E და მოვძებნოთ სად არის ნუნისი საირმეზე ადრე. აქ ნუნისი საირმეზე ადრე გვაქვს, ჯერ ნუნისია, მერე საირმე. მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა იყოს და გრიგოლეთი ნუნისის შემდეგ არის. არ არის ნუნისზე ადრე. ამიტომ აპასუხი იღება. ე-პასუხის შემთხვევაში ნუნისის საირმეზე ადრე არ არის, ამიტომ პირველი ნაწილი დაიღო და ყველაფერი რიგზეა. პასუხი აქ გამოგვივა ჩვენ ე-პასუხი. ნახოთ შემდეგი. თუ ექსკურსია ხუთშაბათს დილას ჩატარდა, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი? ოკეი, ჩავსვით ექსკურსია ხუთშაბათს დილით, ნუნისი ჩავსვით ოთხშაბათს დილით და იწყება ახლა ბორჯომი აბასთუმანი წყალტუბოს პირობებზე ფიქრი, ხო? ესე იგი აბასთუმანი ვიცით რომ უნდა იყოს ბორჯომის წინ, ბორჯომი თავის მხრივ აბასთუმნის უშუალოდ მომდევნო და ამასთან ვიცით რომ წყალტუბო ბორჯომზე გვიან უნდა იყოს, ანუ სადღაც იქით უნდა იყოს წყალტუბო. აქ არ არის აუცილებლად რომ უშუალოდ შემდეგი იყოს, აქ არის აუცილებლად შემდეგი, ხო, უშუალოდ შემდეგი. ოკეი, აბასთუმანი ბორჯომის პირობის შესრულების რა ვარიანტი გვაქვს ჩვენ აქ? ნახე, ესე იგი აბასთუმანი ბორჯომი რომ ჩავსვათ, მაგალითად, სამშაბათს და ოთხშაბათს. აბასთუმანი ბორჯომი, შესაბამისად, მე მარჯვნივ სადღაც უნდა ჩავსვათ ჩვენ წყალტუბო. აქ ყველა ვარიანტში დაგვირღვევა აი ეს პირობა, რომელიც ამბობს, რომ თუ ნუნისი საირმეზე ადრეა, მაშინ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა იყოს. ხედავთ, რომ ნუნისზე ადრე უკვე მხოლოდ აბასთუმანი და ბორჯომია. ამიტომ ამ პირობის შესრულება საირმის გათვალისწინება აქ შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ეს პასუხი უნდა ეს სცენარი, ეს დაშვება უნდა გამოვრიცხოთ, როცა აბასთუმანი არის პირველი. შემდეგ აბასთუმანი ბორჯომის პირობის შესრულება უკვე აი აქ აღარ გრჩება შესაძლებლობა, ნახე რამდენი ვერსია არის დაბლოკილი, იმიტომ რომ მომდევნო პოზიციები გჭირდება, ხო? აი ესეთი მომდევნო პოზიცია ხუთშაბათი პარასკევს შემოდის. აბასთუმანი და ბორჯომი. ჩავსვით. შესაბამისად წყალტუბო დაიკავებს პარასკევს, შემდეგ ვიცით რომ გრიგოლეთი და თბილისი არ უნდა იყოს დილის სესიაზე, ამიტომ გრიგოლეთი და თბილისი ჩავსვათ საღამოს სესიებზე, ოღონდ ვიყოთ ძალიან ყურადღებით, ხო? აი აქ ჩვენ გრიგოლეთის და თბილისის პოზიციები ზუსტად არ ვიცით. შეიძლება თბილისი იყოს სამშაბათ საღამო, შეიძლება გრიგოლეთი. და ყველა ვარიანტში სამშაბათი დილა ამ განლაგების დროს რჩება დარჩენილ საირმეს. აღმოვაჩენთ, რომ აი ეს პირობა შესრულდა, იმიტომ რომ ნუნისი საირმეზე ადრე არ გვყავს. სამისად მეორე ნაწილი უკვე აქტუალური აღარ არის. ხუთშაბათს დილით ჩატარდა, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტი. ბორჯომი ხუთშაბათს საღამოს არა, გრიგოლეთი სამშაბათს საღამოს. არა. შეიძლება იყოს ოთხშაბათს საღამოს. თბილისი ოთხშაბათს საღამოს. არა, შეიძლება იყოს სამშაბათს საღამოს. საირმე სამშაბათს დილით. ჭეშმარიტია.
წყალტუბო პარასკევს დილით, არასწორია. ესე იგი ჩვენ ამ შემთხვევაში აბასთუმანი ბორჯომის ეს ვარიანტი გამოგვადგა. რა თქმა უნდა, აბასთუმანი ბორჯომის პარასკევი დილას-საღამოს განხილვა შეიძლებოდა, მაგრამ აქ უკვე წყალტუბოს ნაწილში დაირღვევდა პირობა. ამიტომ ეს ერთადერთი აუცილებლად ჭეშმარიტი განლაგება გამოდის იმ პირობებში, როცა ხუთშაბათს გვაქვს ჩვენ ექსკურსია. თუ კი საირმე პარასკევს საღამოს წარდგება, მაშინ რომელ სესიაზე ჩატარდება ექსკურსიაო? წავედით საირმე, ჩავსვით პარასკევს საღამოს, ნუნისი ჩავსვით ოთხშაბათს დილით. ნუნისი საირმეზე ადრე ყავს, ამიტომ გრიგოლეთი ნუნისზე ადრე უნდა იყოს და თან არ უნდა იყოს დილის სესიაზე, ამიტომ გრიგოლეთი იქნება სამშაბათს საღამოს. შემდეგ შემოდის ისევ ეს ჩვენი ბორჯომი აბასთუმნის პირობა. აბასთუმანი უნდა მოსდევდეს, უпростоრად ბორჯომი უნდა მოსდევდეს აბასთუმანს. ბორჯომი უშუალოდ აბასთუმნის მომდევნო უნდა იყოს, ამიტომ ავიღოთ აბასთუმანი აქ, მერე ბორჯომი. წყალტუბო უფრო გვიან უნდა იყოს ვიდრე ბორჯომი, ანუ კიდე წყალტუბო უნდა გვქონდეს აქ ჩვენ მარჯვნივ, ხო? წყალტუბო. აქ გვაქვს უშუალოდ. და რა ვარიანტებია ახლა? ნახე, განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი. ერთი ვარიანტი, ავიღოთ ესეთი. მაგალითად, აბასთუმანი ავიღეთ ოთხშაბათს საღამოს. მომდევნო დილის სესიაში სამოსად ბორჯომს შეხვდა. იმის გამო, რომ გრიგოლეთი და თბილისი დილით ვერ იქნება ამ სცენარში, თბილისი დაიკავებს ხუთშაბათის საღამოს პოზიციას. წყალტუბო ბორჯომის შემდეგ პარასკევს გვეყოლება და ექსკურსია ჩაგვიჯდება სამშაბათს დილით. ოკეი, აბასთუმანი ბორჯომის შემთხვევა გადმოვიტანოთ ახლა ერთით უფრო მარჯვნივ, ხომ შეიძლება აბასთუმანი იყოს ხუთშაბათს, ბორჯომი იყოს ხუთშაბათს საღამოს და წყალტუბო იყოს პარასკევს დილით. ამ შემთხვევაშიც თბილისი ისე საღამოს სეანსზე უნდა იყოს სადღაც და სამშაბათი დილა კვლავ დარჩა ექსკურსიას. ამიტომ რომელ სესიაზე ჩატარდა ექსკურსია, ორივე დასაშვები განლაგების დროს ექსკურსია ჩატარდა სამშაბათს დილით.